ბიძინამ ცადახურა რა და ცაში იდგავს ახლა იმას რა ქვია ტახტს ისევე როგორც ერთ დროს გადაქონდა ზღვა დენდროლოგიურ პარკზეც იყო ატეხილი ერთი ამბავი რადგანაც ჭაობი დააშრო და მოკლედ თავისთვის იკეთებს ყველაფერი ხო იყო ეს მეშლება ესეთი მთელი ზღაპრები ხო გვაქვს გამოვლილი რა და ეხლა ცადახურაო რა საქართველოს და ესეც რო იყოს მინდა განახოთ ძალიან კარგი ესეთი სტატუსს გადავაწყდი ეს და ალბათ იმიტომ რომ ესე იგი აბას თუმაში სასწაულად სუფთა ჰაერია და ამის გამო ტელესკოპებს იდეალური პირობები აქვთ საუკეთესო ვიზუალიზაციისთვის რომ ვარსკვლავებზე, პლანეტებზე და საერთოდ რაც კოსმოსს ეხება იდეალურ პირობებში დააკვირდნენ. ეს კი ავიალაინერების დანატოვარი კვალია. თუ შეიძლება აწიეთ ეს კვალი ვანახოთ მაყურებელს, რომელიც ტელესკოპების მუშაობას საერთოდ გამორიცხავს და იმის მაგივრად ამ გადაწყვეტილებას მიესალმოთ სიდებილის ბოღმა გახჩობთ. ვეთანხმები აბსოლუტურად ამ სტატუსის დამწერს იმიტომ რომ ის დგას ის დოროთე დგას და ის გადაკეთებაზე არ არისო ჯარიმაო და მარტო ტროტუარზე დგომისთვის გვაჯარიმებენო რა ხო და ანუ ეს გავს იმას რა ქვია ბეჭდების მბრძანებელში რომ ტიპი იჩიტება ხოლმე ხო ესე დიდ წვერებიანი ეგ არის დორეთ უკვე ყველანაირად ნუ როგორ შეიძლება რომ ყველანაირად ამდენი წლის განმავლობაში ესე იგი ერთ ადამიანზე ჩაციკლულები აშავებდეთ, მთელი ცხოვრება რომ შეაზიზღოთ გინდათ ხალხს რა. არა და ხალხი ხო ხედავს, დებილი ხო არ არის ელემენტარულად რომ რა ვიცი, ჯერ მარტო სახელმწიფოზე გადაცემული ობიექტები ნახეთ რა. რა ვიცი, ბლექსი არენა, დაწყებული ბლექსი არენადან დენდროლოგიური პარკი, დელფინარიუმი ციცინათელა იქ რომელიც არის იოანე ზოსიმე რომელიც გვაჩუკა საქართველოს ფიროსმანის ნახატი რომელიც გვაჩუკა საქართველოს ეს ძალიან ცოტა ჩამონათვალია იმისი რაც სახელმწიფოს გადასცა გააკეთა და სახელმწიფოს გადასცა რა იმაზე აღარ ვამბობ ეხლა დანარჩენი რაღაცეები რაც აქვს გაკეთებული და ამას თუ ვინმე ელემენტარულად ფიქრობს რომ ამას ეს ერთი კაცი ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს ვერსად და ეს საქართველოში დარჩება ეს კიდე ცალკე თქვენი პრობლემაა რა როგორ გინდათ ყველანაირად რომ გააშაოთ მაგრამ რა არის იცით რომ მე მესმის რა ეხა იქ იწერება რომ ამდენი ბავშვია ამდენი მშიერი ბავშვია ეს არის სულ რაღაც რა როგორ გითხრათ რა ბოლშევიკური ისეთი ილიას რო აბრალებდნენ თავის დროზე რასაც აქ ლეხებს წყალს არ აძლევს და სიტუაცია ხდება რა ძალიან ცუდია რასაკვირველია 64 დედამიწაზე რო არ არის არიცით ყველგან არის მშიერი ბავშვი და ყველგან არის მშიერი მოხუცებული აბსოლუტურად ყველგან მაგრამ ეს დროთა განმავლობაში რომ ნელ-ნელა გამოსწორდება ეს არის საქმე აბა როგორ შეიძლება სხვა ეხა იძახით რომ კორუმპირებული მთავრობა და ებრძვიან ხო ამ კორუფციას ხო უნდა დააცადოთ ცოტა ხანი რა არ უნდა დავაცადოთ ეს ამბავი რომ ყველაფერი ჯერ ეს ერთი მისი სტრატეგია იცით ხო როგორც არის ეხა ანტიდისკრიმინაციული კანონი რატომ მიიღეს თავის დროზე იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო მოვიდა დრო და ყველაფერი კანონის ჩარჩოებში ჩაჯდა ხო ესევე იქნება ეს რომ იძახიან დღეს რომ სოფლიო ბანკი და პროცენტი გასაგებია რომ კაბალურ პირობებში ვართ მაგრამ ამას ერთ დღეში ვერ გამოვასწორებთ ერთ დღეში ამასაც დრო ჭირდება ყველას ერთდროულად ავეტაკოთ და ნაჯახით გადავჭრათ ეს ისიც რა ქვია სოფლიო ბანკის ეს ისიც რა ქვია ანტიდისკრიმინაციული კანონის თუ რაც არის რასაც თხოვენ ეხა ეს ბჭყალებში ხო ეს თვითონ განვითარებული ევრობიუროკრატები ესე უცბად არ იჭრება ერთ დღეში ყველაფერი კორუფციაც ისიც ბანკიც ისიც რა ვიცი ყველაფერი ერთად გინდათ რომ ერთ დღეში მორჩეს რა ვიცი და ერთ დღეში აღარ იყოს ქვეყანაში იყოს 64 სადაც არ იქნება არც მშიერი არც წყურვალი არც არაფერი
ეს რა ვიცი ჩვენ სულ სწრაფობაზე მეტყველებს თუ რაზე მეტყველებს არის თუ შეგნებული არის შეგნებულად არის ეს ყველაფერი ესე გაკეთებული მე არ ვიცი ხო ხედავთ რომ ყველაფერთან ბრძოლა მიდის ამას ხო ვამჩნევთ არა ხო და არ ვიცი ხა რა კარგით ნუ რაც არის ეგ არის მე ყოველ შემთხვევაში რაც არის და როგორც ვხედავ ამ სიტუაციას ისე მინდა ვილაპარაკო რა არავინ სახელმწიფო ინტერესების დაცვის და მომავალი თაობების დაცვის გარეშე არ იქცევა და მით უმეტეს ივანიშვილი რა და თუ ეს ამდენი ხანი ვერ დაინახეთ ხო აი ეს გამორდნენ და აბა ეს ამდენი ბავშვი შიფშილობს აბა იქ წამლები აბა იქ ის აბა ყველაფერი ერთ დღეს გვინდა ნელ-ნელა რომ მიუყვებით ამ სიტუაციას ამას ვერ ხედავთ ეს თქვენ გონია ადვილი იყო თავისივე გუნდში კორუფციასთან ბრძოლა ეს თქვენ გონია ადვილი იყო საკუთარი პრემიერ-მინისტრების და რა ვიცი სუსის ხელმძღვანელის და იმის და ამის კორუფციაში დადანაშაულება მარტივი გონიათ ეს ამბავი იყო მაგრამ იბრძვის ხო არ არის ეს ერთ დღეში არ წყდება ყველაფერი რომ ყველაფერი კარგად იყოს და 64-ია 64-ში ვცხოვრობთ გადახედეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში რა თუნდაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში აგერ პატრიარქებს და იმებს იჭერენ მღვდელმთავრებს იჭერენ ციხეში უშვებენ და კიდე მილიონი რაღაცას რაცაც რა ვიცი მე რაც ირანში ხდება და რაც უკრაინაში ხდება და რაც რუსეთში ხდება და რა ვიცი ყველგან რაც ევროპაში ხდება შიგნით და რა ვიცი მარტო საქართველოა ეგ დღეში რომ და კორუფცია და ისა და ესა რა ვიცი აბა არ ვიცი რა და თქვენ რომ მოხვალთ რა არ იყო არის 9 წელიწადი არ იყავით ან კორუფცია არ იყო ან კორუფციასთან ბრძოლა იყო და უშად ან ეს ობიექტები ვინმე გაჩუქათ ვინმე დაგიტოვათ ან ეს სიტუაციები იყო ყველაფერი რაც ეხა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში გაკეთდა ამას დანახვა არ უნდა არა დღეს უნდა ყველაფერი და всё არ ხდება ეს ერთ დღეში გამოცვლა 70 წლიანი იმისი რა ქვია კომუნისტური რეჟიმის არ ხდება აგერ პატრიარქმა რამდენი ხანი მოანდომა იმას რომ მიეყვანა საქმე ბოლომდე რომ დემოგრაფიული სიტუაციაც გამოესწორებინა და ასე შემდეგ ხო რაღაცა ცოტა მუშაობას დაასალეთ რა ყველაფერზე შეიძლება ერთი ფეხის ნაბიჯი და გადადგმაზე და ძაღლებია უპატრონო ძაღლებია კორუფცია წამლები ის ყველაფერზე ზღვა გადააქ გიჟები ხართ ხალხო არ ვიცი ეს არის მარტო დღევანდელი დღით ცხოვრება მე თუ მკითხავთ რა და ხვალ თქვენ შვილებზე რაღაცა ხო ხედავთ რომ მოძრაობა მიდის მაკითკენ რომ უკეთესი გახდეს ხვალინდელი დღე, უფრო ნაკლები მათხოვარი გყავდეს, უფრო ნაკლები არ ხდება ესე. ჯერ ესეთი უნდა გადავწყვიტოთ რა ვიცი მე, უნდა გადავწყვიტოთ, კაპიტალისტური ქვეყანა ვართ თუ სოციალისტური ქვეყანა ვართ. სოციალისტურმა ქვეყანამ რაც გვიქნა ვხედავთ, აგერ ჩინეთი არის მაგალითი, ხო, სოციალისტური ქვეყნის სტატუსში რო იყო, არაფერი არ იყო და როგორც კი გახდა კაპიტალისტური აყვავდა. ისიც არ ვიცით რა ჩვენ გვინდა რომ აი მაშინ საბჭოთა კავშირში რო იყო რომ ყველაფერი ქონდა და აი სანატორიუმებში დასვენებები ჩვენ შეგვეძლო და მაშინ არ უნდა დაგვენგრია და არ უნდა მოგვეთხოვას დამოუკიდებელი საქართველო სხვანაირად არ გამოდის და აბა როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ მე წარმოდგენა არ მაქვს ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებია რა თქვენი ამბავი რა ისიც გინდათ და ისიც არ გინდათ რომ დაკარგოთ. ამ როგორ ხდება ეს ამბავი? სხვა რაღაცა არის სოციალიზმი, სხვა რაღაცა არის კაპიტალიზმი. ესე არის მოწყობილი ეს ყველაფერი და ჯერჯერობით კაპიტალიზმზე უკეთესი მართლობა არ გამოგონილაო, ჩერჩილი იძახდა მაგას. თუ სოციალიზმი გვინდა, ხო და ეხლა რომ იძახია რომ აი იქ რაღაცა არ ვიცი, ყველაფერს აბსოლუტურად რომ იმას თუ აქ ჩვენ რატო არა გვაქვს ამას ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი. და შური, რასაც ილიას უკეთებდნენ რა, რომ გლეხებს წყალს არ აძლევს და მოკლეს საბოლოო ჯამში მიიყვანეს იქამდე რომ მოაკლევინდეს კაცი რა. რა გინდათ? ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა? საერთოდ რა ქვეყანა გვინდა და რა ქვეყანას ვაშენებთ? ეს ხო არ არის მარტო რომ დღეს იყავი კარგად
მორჩა ყველაფერი, ან 64 ან ჯოჯოხეთია, არ ხდება დედამიწაზე, ან 64 ან ჯოჯოხეთი რა, არ ხდება. არ არსებობს დედამიწაზე 64.